პირველი კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. ყველასთვის უნდა ერთნაირად არსებობდეს კანონი და ყველამ კანონს უნდა გაუწიოს ანგარიში. თუ ეს სახელმწიფოა და თუ ესე მიაჩნიათ ჩვენს ოპონენტებს შეგნებულად ვიხსენებ, რამე თუ ვენდუგიძე, რომელიც ამ უნივერსიტეტის მეპატრონედ მოიხსენიება, იდეოლოგია ერთ-ერთი ძირითადი წინა ხელისუფლების და ამას არც მალავს ეს კაცი. პროცესები ესე განვითარდა დაახლოებით, რომ პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც თვლიან, რომ უკანონოდ დაითხოვეს ამ უნივერსიტეტიდან, ოდესღაც დაწერეს განცხადებები, იქ შევიდა კომისიამ ნახა დარღვევები, ამ დარღვევებზე მიუთითა, თვენახევრის განმავლობაში ხდებოდა გაცვლა ინფორმაციების, როგორც მე ვიცი, კომისიასა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის, ძალიან დიდი ნაწილი შენიშვნების არ გამოასწორეს და თანაც გამოდიან და მე მგონი განცხადებებსაც აკეთებენ, რომ არ გამოასწორებენ პრინციპულად. თუმცა იქ არის კანონიერი მოთხოვნები. კანონიერები მოთხოვნებია და ყველამ პატივი უნდა ინებოს და პატივისცეს კანონს და საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს, მაგრამ თქვენ იცით რაც ხდებოდა წინა ხელისუფლებაში და იყო პრივილეგირებული კლანი, კორუფცია მოსპეს საშუალო და მცირე დონეზე, ბეთანხმები, მაგრამ პრივილეგირებული კლანი დარჩა ელიტარული კორუფციის სახით. მე არ ამ შემთხვევაში ბენდუქიძე როგორც ეკონომიკის მინისტრ კორუფციაში არ განვიხილა მე, მაგრამ ეს ამ პრივილეგირებული კლანის წარმომადგენელი იყო. ამათვის ცალკე კანონები იწერებოდა და ესენი სხვანაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ კანონები. კანონს პირველმა უნდა წეს პირველ რიგში პასუხი და პატივი და თავრობამ უნდა წეს პატივი და მე უნდა მოითხოვოს სხვებისგან. აქ ხდებოდა პირიქით. მთელი მოსახლეობა დაჩაგრეს და ძალადობდნენ, თვითონ ცხოვრობდნენ სხვა სივრცეში. დაახლოებით ეს იგრძნობა აქაც და ძალიან არ მოსწონს, რომ როგორ ბედავენ ახლა და მას ეკითხებიან. დაახლოებით ეს ხდება და ბევრი შეკითხვებია გარდა ამისა საზოგადოებაში თუ გნებავთ. მე გიორგიმ ძალიან მთხოვა მარგველაშვილმა რომ მე ამ დონეზე არ ჩამოსულიყავი და ანალიზი არ გამეკეთებია, მაგრამ მე ამის სურვილი გამაჩნია. რამდენადაც ეს კაცი არის ინტელიგენციის ის წარმომადგენელი, რომელზეც სწორება უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ყავს ესეთი ხალხიც. მარგველაშვილი არის საჩვენებელი მინისტრი ჩემთვის არ მოსწონს ჩვენ ჟურნალისტს ძალიან არის შეიძლება მიმიკით მომეჩვენა. ნახეთ დამოკიდებულება დაუძახეს სტუდენტებმა, მივიდა უნივერსიტეტში. მოვიდნენ სტუდენტები, გააკეთეს გაფიცვა თუ რაც დავარქვათ ამას, შეხვდა ყველას. აუხსნა მდგომარეობა მაქსიმალურად, უთხრა რომ აი კანონის პარაგრაფებში რაც შეიძლება, აი ყველაფერს შევიცვლი, ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან დავდგები. შეთანხმდნენ, ხო? ტელევიზიით აჩვენეს, მე როგორც ვიცი, მე არ მინახავს. შეთანხმდნენ ყველაფერზე. წავიდნენ იქიდან ისევ ულტიმატუმი, რომ არა უპირობოთ. ხო, ეს რაღაცას გავს, ხო, ეს უპირობობა. ეხლა სტუდენტების როლი ცალკე მინდა რომ გამოვკვეთო. სტუდენტები ჩვენთვის და ჩემთვისაც ყოველთვის განიხილება სიმბოლოდ თავისუფლების მომავლისკენ სწრაფის, კეთილი მომავლის, სამართლიანობის აღდგენის. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სტუდენტები შეძლებენ იგივეს, რომ თავის სიმბოლოს პატივის სცენ და არ მოემსახურონ ვიღაცის იდეოლოგიას და ვიღაცის ინტერესებს. ეს მათი ქვეყანაა, მათ უნდა შექმნან მომავალი. ძალიან კარგად შეხვდა გიორგი და აუხსნა და მეც აქ ავარ და ვიზიარებ, რომ რა თქმა უნდა გააქტიურდნენ ახალგაზრდები, რა თქმა უნდა მათ უნდა აიძულონ მთავრობას და ყველა მინისტრიც, რომ სამართლიანობა იყოს ქვეყანაში. მაგრამ იქ ბოლო ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმდნენ, სტუდენტების დასაცავი იყო, რომ ის განუკითხავად ნორიცხავენ სტუდენტებს. დაეთანხმნენ მარგველაშვილს. სტუდენტები წავიდნენ და მე მგონი პირობა დაარღვიეს. და იქიდან ისე უპირობოთ, არა უპირობოთ, არაფერს არ შევცვლით და არაფერს არ შევიცვლით. მე არ მგონია რომ სტუდენტების პოზიცია იყოს. და მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა და თხოვნას უგნებათ იმ სტუდენტებისათვის, რომ გაანალიზონ და გააკეთონ და მოიქცნენ ისე როგორც მათ სჭირდებათ და არა ვიღაცას. და მე თუ გნებავთ აქედან იმითაც ვისარგებლებ და პირობას მივცემ, რომ არც ერთი სტუდენტი არ დაზარალდება ამ შემთხვევით. ყველას ექნება პირობები, რაც ჰქონდა და ექნებათ კიდევ უკეთესი პირობები. მაგრამ ძალიან მთხოვდი რომ გაუგებრათ, ნუ ჩადგებიან ვინმე სამსახურში. ეს მათი სამშობლოა, მათ უნდა აშენონ საკუთარი მომავალი და აქედან და ამ გადმოსახედიდან მოიქცნენ. ჩვენ არ გვეშინი არც ერთი მიტინგის. რამე თუ სუფთა ხელები გვაქვს და სუფთად ვიქცევით და მით უმეტეს მარგველაშვილს. მიტინგების ეშინია ცეცხლივით სააკაშვილს და იმითომ გადაიტანა და არც მალავს. სხვათა შორის საპატრიარქოში შევხვდი თუ ერთ-ერთში რო შევხვდი ეხლაც ერთი აქვს სულ დაჩემებული რომ ქუთაისში პარლამენტი არ გადმოიტანო, იმიტომ დემონსტრაცია აღარ გექნება თავრობის სახლის პარლამენტის წინო. მე ვთქვი რა დემონსტრაციის მე არ მეშინია თუ ის ნორმალურია, უნდა მოусმინო ხალხს, თუ ისე ვერ აგებინებ თავრობა და ვერ ახერხებ მიიტანო ინფორმაცია გასაგებად, ჩადი და იგაიგე თუ ამის აუცილებლობა დგება. ჩვენ არ გვეშინია მიტინგების, მით უმეტეს სტუდენტების. თუ ეს არის ობიექტური, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ და ჩემი თხოვნა იქნებოდა კიდევ ერთჯერ რომ
სტუდენტებს თუ აქვთ კითხვები, რა თქმა უნდა დასვან. თუ საჭიროა გამოვიდნენ მიტინგებითაც და მეც შევხვდები თუ საჭირო იქნება, მაგრამ გაიაზრონ და არ ჩადგენ ვინმე სამსახურში. აი წარმოიდგინეთ, მიდის მარგველაშვილი უნივერსიტეტში. საიდანღაც ჩდება იქ უტიაშვილი. რა საჭირო იყო უტიაშვილი იღებს მიკროფონს, რომელსაც ნაქირაები აქვს იმ ინსტიტუტში, რომელიც რატომღაც ერთ ლარათ აქვს ნაჩუქარი ბენდუქიძეს 200 მილიონიანი ქონება და ეს კითხვაც არსებობს. იქ უტიაშვილს აქვს და კიდევ გვარები არ მახსოვს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ყოფილი თანამშრომლები არაცლიან მარგველაშვილის სტუდენტებთან საუბარს, როგორც გაგრძელდა და განვითარდა სიტუაცია, როდესაც ის მივიდა მათი მოთხოვნით აგრარულ უნივერსიტეტში. იქ ქირაობს თურმე შენობას უტიაშვილი და უტიაშვილი ღებულობს მიკროფონს და პოლიტიკურ გარჩევებს უწყობს მარგველაშვილს. ნორმალურია, ეს ვერ უნდა გაიგონ სტუდენტებმა. და მე სტუდენტებს იმ პირობის შეცვლაზე შეთანხმდნენ, რაც სტუდენტების სასარგებლოთაა, რომ განუკითხავად ესე არ გაირიცხონ. ის რაც ხდება სხვა სასწავლებლებში, კეთილინებოს და ბენდუქიძემაც გაითვალისწინოს ის. და საერთოდ და კიდევ ერთ დავამატებდი მე რომ გუშინდელი დღე მე პირადად ძალიან არ მომეწონა საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესებში. თუ გინდ უმრავლესობიდანაც კი, ჩვენი გუნდის წევრებიც კი ძალიან პასიურობდნენ. ეს იმიტომ კი არ არის, რომ რაღაც პრინციპული ხდება. პროცესია. პროცესში თუ საზოგადოებას ჩართულობას არ აჩვენებს და მაყურებლის როლში დარჩება, ძალიან ცუდია. ნახეთ როგორ შეიკრნენ ერთ მუშტად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ერთ მუშტად უტიაშვილიც გაჩნდა იქ, კიდევ ვიღაცები გაჩნდნენ და დაიწყეს აგიტირება და დაიწყეს პოლიტიკური გარჩევები. როგორ გაბედეს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში იქ რომელიც უნდა მე-6 ადგილზეა და მას მოსთხოვეს კანონებს დაექვემდებაროს და დაემორჩილოს. კიდევ მაქვს. გამოსავალი არის იმაში, რომ კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი. ყველასთვის უნდა იყოს ერთი და მისაღები და კანონის სივრციდან გასული ხალხი კეთილინებოდა პატივისცემ ამ სახელმწიფოს. და არა მარტო იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონ წარმოადგენდნენ სტრუქტურებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და კითხვები ბევრი არსებობს. მე არ მინდა ახლა იქ ინვესტიციები გააკეთა ამ კაცმა, თუმცა დიდი არაფერი, როგორც ამბობენ, დაახლოებით 200 მილიონის ქონება ერთლარად მიიღო და იმის საფასური ინვესტიციების საჩანს. ახლა აგრარული უნივერსიტეტი თურმე არის საუკეთესო ბენდუქიძის პირობებში. მე როგორც ვიცი, იქ აგრარული სექტორი ძალიან დაკნინდა და ბენდუქიძე იყო პირველი იდეოლოგი სოფელთან დაკავშირებით. მისი მინისტრობის პირობებში და მისი იდეოლოგიის შედეგია, რომ განადგურდა ქართული სოფელი. ვის უზრდის კადრებს ბენდუქიძე, რომელ აგრარულ სპეციალისტებს ღებულობთ ჩვენ, რას ღებულობდით ჩვენ, რას აკეთებთ ეს კაცი, რომ ტოტალურად ინგრეოდა ამ დროს და ნადგურდებოდა სოფლის მეურნეობა. აი ეს კითხვები უნდა დასვა საზოგადოებამ. ეს კითხვები მეც გამაჩნია. და მე ძალიან მინდა გამოკვეთილად ნახოთ, როგორი კაცია მარგველაშვილი. ყველაზე დიდი ძალისხმევა დავხარჯე, რომ მომეყვანა ხელისუფლებაში. არ უნდოდა და პრინციპულად არ უნდოდა მინისტრობა. დღე და ხამ მუხჩაუხრელად მუშაობს. გულწრფელი პიროვნება, განათლება, რაც კი ჭირდება, ადამიანს ყველაფერი აქვს. და ამ დროს ახლა გამოდიან და უზრდელად რო ეს გადადექი და უფშტვენენ ზოგიერთები, ეს სირცხვილია. სირცხვილი არ იმსახურებს ეს კაცი ამას და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ განათლების კომიტეტსაც კი ხმა არ მოუღია პარლამენტის. არ თითქოს მარტო ერთი კაცის ბრძოლა იყო ეს და ამ კაცმა გავიდა და ყველაფერი გააკეთა. ნახეთ როგორც გულწრფელად. ნახეთ როგორ იქცეოდა და ამას ფასი უნდა დაედოს ყველაფერს, რომ სხვასაც გაჩნდა, გაუჩნდეს სტიმული, რომ ქვეყანას მოემსახუროს. და მე ვთხოვდი საზოგადოებას, რომ უფრო მეტი აქტიურნი იყვნენ. უფრო მეტად მიუთითონ. იქ გაჩნდა უფლებადამცველების განცხადებებიც. აბსოლუტურად ჩემი აზრით უპასუხისმგებლო. რომ 1000-ობის სტუდენტებს დაიცავენ. ვისგან დაიცავენ? რისგან დაიცავენ 1000-ობის სტუდენტებს? ესე აბსტრაქტულ განცხადებებს რომ აკეთებენ, საქმეში შესვლა არ უნდათ. რა ხდება? აი ეს არის კარგი მაგალითი იმის, რომელიც არაფრად არ ღირს პრაქტიკულად რა მოხდა ახლა. მიუთითეს უნივერსიტეტს, რომ გამოასწორე და დაექვემდებარე კანონმდებლობას და ის კონტრაქტები, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, კეთილინებე და დაიცავი, დროში არ განახორციელა, ლიცენზია შეეხლნენ და თანაც ხვალვე შეუძლიათ ის ლიცენზია აღუდგინონ. არავინ არ ზარალდება ამით. გარდა ერთისა, რომ გამოიყენეს ტრიბუნად, როგორც იქნა გაუჩნდათ სალაპარაკო. და ამას უნდათ ახლა გაუკეთონ პოლიტიკურ დონეზე ანგაჟირება. ერთ მუშტად შეიკრა ხელად ნაციონალური მოძრაობა და დაიწყეს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. გასაგებია მათი მხრიდან ეს ქმედება. მე მინდა და ჩემი სურვილია თქვენც გთხოვოთ, საზოგადოებასაც ვთხოვოთ, უმრავლესობასაც თუ გნებავთ, რომელიც საკმაოდ პასიურობდა და პოზიციებს არ აფიქსირებდა Facebook-ებზეც კი, რადგან მარგველაშვილი საკმაოდ ნაწყენია და ობიექტურად. პროცესია, საინტერესო პროცესია, ეს რომ არსებობდეს, რომ არ არსებობდეს. უნდა შექმნა ხელოვნურად, რომ ვისწავლოთ ამ მაგალითებზე.
კარგი მაგალითებია, ჩვეულებრივი პროცესია, დიალექტიკა, განვითარება მიდის, საზოგადოების ჩართულობა მიდის. ძალიან კარგი მაგალითია და ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ უფრო აქტიურად, უფრო მეტი სტუდენტებსაც უფრო აქტიურად, ოღონდაც კაცურად, ქალბატონების თუ არიან, გოგონების თუ არიან, გონებით შეხედეთ, გაანალიზეთ, არავის დაკვეთა არ მიიღოთ. არ არის არასწორი, აიმაღლეთ ხმა. მე ერთადერთი კიდევ დამატებით ვიტყვი, რომ არც ერთი სტუდენტი იქ არ დაზარალდება და ეს კარგად იციან მათ, მარგველაშვილმაც აუხსნა და ძალიან დიდი სურვილი იქნებოდა იმის, რომ არ ითამაშონ სხვისი გაუგებარი თამაში. საკუთარ ქვეყანას მიხედონ, საკუთარ სამშობლოს და ისე გაისარჯონ, როგორც თვითონ ხედავენ და არა სხვა მიუთითებს. თქვენ ახსენეთ, რომ 200 მილიონიანი ქონება ბენდუქიძეს გადაეცა. არა, მე ვახსენე, როგორ ვახსენე, რომ ერთ ლარად აქვს აღებული ამდენი შენობა საუნივერსიტეტო. მაინტერესებს თუ აპირებს სახელმწიფო რომ შეისწავლოს ეს პროცესი და ასევე სხვა უნივერსიტეტების შესწავლას თუ მიგეგმება. კარგია რომ დამიზუსტეთ, კარგია, რა თქმა უნდა, ყველა უნივერსიტეტი და არ უნდა იყოს გამორჩეული. რა თქმა უნდა, კითხვა ჩნდება ჩემთვისაც თუ გნებავთ და მეც ბევრი კამათი მქონდა მარგველაშვილთან, რომ რატომ ამ უნივერსიტეტიდან დაიწყეს, თქვა, რომელიც აუცილებლად კითხვას გამოიწვევდა. მარტივი პასუხია. დაწერეს განცხადება პროფესორ მასევლებმა, იჩივლეს, საჩივარი შევიდა, საჩივარს კომისია ვალდებული იყო და კომისიამ გამოიტანა დასკვნები. სხვათა შორის ეს კომისიის წევრები, კიდევ ვიმეორებ, აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია წინა ხელისუფლების პირობებში და ჩვენ ვადა გაუგრძელეთ, მათ არც ერთი კაცი არ შეგვიცვლია. ეს ამით იმას ვაჩვენებ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური. მოხდა თავისთავად, ბუნებრივად, კარგი იყო რომ იმით არ დაწყებულიყო და ეს არ იქნება ერთადერთი რა თქმა უნდა უნივერსიტეტი სადაც ბევრი რამ იქნება შესაძლებელი და ეს პროცესები გაგრძელდება და სხვებსაც მოუწევს რაღაცების დახვეწა და რაღაცების განვითარება. არავინ არაფერს არ ხურავს, არავინ არავის არ ავიწროებს ამ შემთხვევაშიც. არავინ არ ერჩის არც ბენდუქიძეს, თუ გინდა ერთ ლარად, რაც მე ვახსენე, რომ ამ შემთხვევაშიც კი ის მე რაც ვთქვი, ზესტაფონთან დაკავშირებით და კაზინოებთან არ ვაიგებ უნივერსიტეტს რა თქმა უნდა. აქაც ინვესტიციებთან არის იქ რამდენიმე ლაბორატორია გააკეთა. მე როგორც ვიცი ასეულობით $100-ზეა საუბარი და არ არის იქ მილიონები და ათეული მილიონები ჩადებული, მაგრამ ამასაც კი პატივსცემე, რომ კარგია უნდა იყოს აუცილებლად კერძო უნივერსიტეტი. აუცილებლად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველას კონდეს საშუალება თუ ინვესტიცია ჩაადო, თუ ქონება აიღო ერთლა, თუმცა კითხვები არსებობს, რატომ მას? და მე ტელეფონის ზარსაც ვარ შესწრებული, როგორ ეკამათებოდა მას სააკაშვილი, როდესაც ეს ეკონომიკის მინისტრი იყო, რომ როგორ შეიძლება ყველა გაიშენება შენაიღო. ეხლა ეს ჩვენთვის ჯორის დონეზე. და იქ კითხვები რაც არის საზოგადოებაში, მეც უერთდები ამ კითხვებს. მეც უერთდები ამ კითხვებს. მარგველაშვილიც იყო უნივერსიტეტის რექტორი და არანაკლებ უნივერსიტეტი გააკეთა მაგაზე. და იცის რა არის უნივერსიტეტი მშვენივრად. და კიდევ ვიმეორებ. ეს კითხვების ზონეზე დავსვი მე. არავითარი პრეტენზიები არ მაქვს მე განსაკუთრებული პირადული ბენდუქიძესთან. ისიც ინვესტორად მოიხსენიება, უნივერსიტეტია, კერძო უნივერსიტეტია, ძალიან კარგია, აუცილებლად უნდა განვითარდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესებში ხელი არ შეეშალოს. მაგრამ კითხვები არსებობს და ეს კითხვები იმიტომ შევიხსენე და შეგახსენეთ საზოგადოებას, რომ პოლიტიკურად უნდა ეს თემა ასიონ. ეხლა როგორ აკადრეს და როგორ ბედავენ და რა ხდება და ჩაგრავენ. პირიქით, არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ ეს კითხვები არსებობს. რატომ მაინც და მაინც მან მიიღო ეს საჩუქრად ერთლარად პრეზიდენტისგან? პრეზიდენტის პირდაპირი განკარგულებით რა ხდება? და თანაც მინისტრად მომუშავე კაცმა მიიღო ეს და გონი მინისტრიც იყო იმ პერიოდშიც კი, როდესაც ეს მიიღო. კითხვები არსებობს, კითხვები და არამეტი, მე არაფერს არ ვითხოვ მისგან. კითხვები არსებობს საზოგადოებაში. ავტორიზაციასთან იმ კავშირშია, რომ კომისიამ, რომელიც შევიდა იქ საჩივრის საფუძველზე, ნახა რომ იქ იყო დარღვევები, მას მისცეს რომ ეს დარღვევები გამოესწორებინა და ის პრინციპულად არ ასწორებს ამას. ის თulis რომ ის სხვა პიროვნებაა და უნდა იცხოვროს როგორც მას სურს. მიუხედავად იმის რომ კანონი ირღვევა, კონტრაქტებს არღვევს, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი და მასზე მიუთითებენ. მეტი კანონიერი ქმედება ესეთია ზუსტად. მას მიცეს დრო, ეს დრო 10ჯერ მეტი იყო იმაზე, რომ ის გაესწორებინა, არ ასწორებს პრინციპულად ეს კაცი. შემდგომი ქმედება კომისიის სხვა არ არსებობს. კანონი ესეა, კანონი ესე ითვალისწინებს, რა ვქნათ? მარგველაშვილი პრინციპულად არ არღვევს კანონებს და არც უნდა დაარღვიოს. აი, კარგი საანალიზო იყო საზოგადოებისთვის, კარგი მაგალითია ესა. კარგია, ჯანსაღი მაგალითია. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარე ქმედებს და ჩემი სურვილი იქნებოდა საზოგადოების მეტი ჩართულობა. კარგი მაგალითია საანალიზოთ. რომ გავაანალიზოთ, ვინ არის ვინ, რა ხდება, რა პოზიცია დავიჭიროთ, მეტად გავაქტიურდეთ, მეტი მონაწილეობა მივიღოთ, ეს ჩვენი ქვეყანაა. აი ეს არის ჩემი სურვილი და კარგი მაგალითი იყო და მაინც მეყო მე მგონი ენერგია რომ გავაანალიზე.